როგორ თხასავით გაყიდა ბიძინა ივანიშვილმა მისი ერთგული ადამიანები, იგივე ზვიად ხარაზიშვილი, რომელიც მაგნიტსკის სიაშია და ფაქტობრივად გლის ბილეთით გაუშვა თანამდებობიდან, ხო, ახლა თუ დაიკვეხნეს, თავი დაიმშვიდოს ახლა ხარებამ, რომ აქვს ჯილდო ყაველაშვილის და რაღაცა ასე ვთქვათ, თავი ბედნიერად უნდა იგრძნოს. თორემ ამ ადამიანს ვარანაირი პერსპექტივა არ დარჩა ამ ქვეყანაში და არც სხვაგან ხო მაგნიტსკის სიაშია, მწამებლების, ტერორისტების სიაშია ისიც, გომელაურიც, ასე იშორებს ყველა სანქცირებულ ადამიანს ბიძინა ივანიშვილი და რატომ? იმიტომ რომ მის ფულს ემუქრება საფრთხე და შესაბამისად როგორც კი მის ფულს საფრთხე ემუქრება და ამ წნეხს გრძნობს, ანუ სანქციები მუშაობს, ანუ მეგობარი აქტი რომ უნდა მიიღოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ცხადია ეს მუშაობს და სწორედ ამიტომაც თხასავით გაყიდა კონკრეტული თანამდებობის პირები ბიძინა ივანიშვილმა, მაგრამ უნდა გვესმოდეს ერთი მარტივი ჭეშმარიტება. მან ესე ვთქვათ, გამოყენებული ექსპლუატაციაში მიცემული ადამიანები, ნახმარი უკვე რომ ყავლი გაუვიდათ, ეს ადამიანები გაუშვა და რაღაცა ახალი ტანსაცმელივით მოისხა კონკრეტული თანამდებობის პირები. ამ ადამიანებსაც ემუქრებათ, ხო, საფრთხე, ეს ადამიანებიც ბიძინა ივანიშვილი ასე უყურებს ერთჯერადი გამოყენების ტანისამოსია მისთვის, როგორც გომელაური იხმარა, გადააგდო, ლილუაშვილი იხმარა, გადააგდო, ხარება გამოიყენა, გადააგდო და გლის ბილეთით გაუშვა ეს ხალხი თანამდებობებიდან, ხო? ამიტომ უნდა გვესმოდეს საქართველოს ივანიშვილის გარეშე ივანიშვილი უნდა